მთავრობა უნდა გადამდგარიყო, თუმცა იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია არ დაიძაბოს, მინისტრთა ახალ კაბინეტს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. ასეთია ახალციხელების პოზიცია ხელისუფლებაში მიმდინარე მოვლენებზე. სამთავრობო ცვლილებების მიზეზი პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადებაა თუ დაკისრებული მოვალეობის ვერ შესრულება, ადგილობრივები ამაზე ვერ საუბრობენ. ისინი ვერც იმას ვარაუდობენ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ახლო მომავალში. ალბათ უნდა გადამდგარიყო, იმიტომ რომ დღესდღეობით მე რასაც უყურებ და რასაც ვაკეთებთ, ეს უაზრობაა. ყველა თავის დროზე, თავის ხვდებიან და მე მგონია გადიან, იმიტომ რომ ეს აუცილებლად მე მგონია რომ უნდა მომხდარიყო ეს. წასული ვარ 6 წელია თურქეთში ვარ, 10 წელია საბერძნეთში ვიყავი და აი რის იმედი უნდა გქონდეს, მითხარით. აი აქ თუ რამე არის, მე დღესაც დავბრუნდები, მაგრამ არაფერი არ არის. უნდა მიხედო და მოუვარო თავის სახელმწიფოს და ხარს უნდა ცემპატები პირველ რიგში. მაგას არავინ არ აკეთებს. ღმერთმაქნას კარგად იყოს ყველაფერი. რას ვფიქრობ, თუ გადადგენ, ესე იგი ეგრე იყო საჭირო. აირჩევენ ახალს. არ გამოთლებს კიდე და ასე შემდეგ იქნება და იქნება ასე. არა, ზოგს ცოლი მოენატრა გერმანიაში, ზოგს რა ვიცი რა დაემართათ და ეგრე რა. არ დაუჭერს და მაშინ უფრო გართულდება სიტუაცია, უნდა დაუჭირონ, აბა ერთი გუნდია და უნდა იმუშაონ, უნდა გააკეთონ. ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება, როგორ იქნება. ჩვენთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, ხო? ამიტომ უნდა დაუჭირონ ყველა მხარე და აბა როგორ სხვანაირად არ ვიცი რა. რა ვიცი, ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი იყო, როგორც ყოველთვის. უნდა წასულიყვნენ ეს მინისტრები, რას ვიქნა? ალბათ რახან წავიდნენ, უნდა წასულიყვნენ. თვითონ ხო კარგად იციან. ალბათ გადასაყენებლები იყვნენ, ესე იგი. აი ეთყობა თვითონ გადადგნენ, ხო? ალბათ მიხვდნენ, რომ ვერ გაამართლეს იმედები და ამიტომ გადადგნენ. ჩვენთვის არავინ არ არის, ეგ საერთოდ უნდა გადადგეს ეგ რაც არის. всё, აი ეს არის ჩემი აზრი. საქართველოს ევროპული სახელმწიფო არ არის. აქ მოქმედებს ჯუნგლების კანონი. всё. მეტი არაფერი. ახალი ცოცხი კარგია და მე პატარა რო გაცდება, მე მორჩება საქმე. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი რიგით მე-7 მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. იქიდან გამომდინარე, რომ უწყების გადამდგარი ხელმძღვანელების რიცხვმა მინისტრთა კაბინეტის 1/3 შეადგინა, მთავრობაში დარჩენილი მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები გახდნენ. კითხვაზე გადავიდნენ თუ არა იგივე პოზიციაზე პრემიერის მიერ ნდობა გამოცხადებული გუბერნატორები, იურისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ლოგიკურად ასია. ისინი ცვლილებებს ახლო მომავალში არც რეგიონებში გამორიცხავენ. გუბერნატორის წასვლა სავარაუდოდ მე არასე მგონია რომ არ უნდა ველოდოთ სავარაუდოდ. იქიდან გამომდინარე, თუ ის დაამტკიცებს, რომ ის 2016 წლის არჩევნებს მოიგებს. სხვა მე არ მსმენი არის გუბერნატორი, მან და მაინც უნდა ვიღაცა მოხსნას. ჩიგი ერთმანეთში რა ქიშპობა ექნება და ვის ენდომება თანამდებობა, ჩემი აზრით, მაგას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. არც ეს გუბერნატორი არის ამ რეგიონისთვის, არც ეს ხელისუფლება არის ამ რაიონისთვის და პოლიციის სამმართველოზე უფროსზე და იმაზე ლაპარაკი აღარ მინდა, იქ საერთოდ ტანჯვა და წამება გვაქვს მე მგონი რა. სამართლის დოქტორი მალხაზ ლომსაძე კი განმარტავს, რომ მთავრობის გადადგომის შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციაში კონკრეტულად გუბერნატორების პოზიციაზე არაფერი წერია. მისივე თქმით, აქ არც ის არის განმარტებული აღნიშნულის შემდეგ მთავრობის რწმუნებულებს რეგიონებში რა ფუნქცია ეკისრებათ. მისი აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერ-მინისტრი და მის მიერ დანიშნული პირები მოვალეობის შემსრულებლები არიან, გუბერნატორებიც ამავე პოზიციაზე უნდა იყვნენ. კონსტიტუციაში გუბერნატორთან დაკავშირებით საერთოდ საუბარი არ მიდის. ეს არის წარმომადგენელი მთავრობისა და პრეზიდენტის ზოგადად კონკრეტულ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, გურია, სამეგრელო და ასე შემდეგ. რაუდი ბევრი არის შეიძლება, ნებისმიერ დროს შეუძლია პრემიერ-მინისტრს გაათავისუფლოს თანამდებობიდან და თანამდებობას დანიშნოს გუბერნატორი. აქ არ არის ისეთი პროცედურები გასავლელი, როგორც მთავრობის თანამდებობის გამწესება სჭირდება. აქ არ არის პარლამენტისგან ნდობის მოპოვება, საკითხი ნდობის მოპოვება არა საჭირო და ასე შემდეგ. ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე, ალექსი პეტრიაშვილი, ალექსანდრე ჭიკაიძე, დავით ჩავლიაშვილი, ელგუჯა ხოკრიშვილი და ბოლოს ლევან ყიფიანი. ეს ის 7 ყოფილი მინისტრია, რომლებმაც ბოლო თვეების განმავლობაში თანამდებობები დატოვეს. აქედან ერთი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თავად პრემიერმა ღარიბაშვილმა გაათავისუფლა. დანარჩენმა 6 მინისტრმა კი პოსტები პირადი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.